საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე უერთდება მოქალაქეებს და შეკრებილ საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე. მასთან ერთად იმყოფებიან ქართული ოცნების სხვა ლიდერები, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები. ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი, მიიღებს მონაწილეობას პარაკლისში, ის დაესწრება პარაკლის ქაშვეთის ტაძარში და ამის შემდეგ უკვე შეუერთდება მოქალაქეებს და მრევლს და მსვლელობით გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ. მადლობა გადავუხადო იმისათვის რომ ეს დღე გვაჩუქა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყოველ წელს ჩვენ ასე ვზეიმობთ ამ დღეს ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ტრადიციულ ფასეულობებს და სწორედ ამას ეძღვნება რა თქმა უნდა დღევანდელი ზეიმი და დღევანდელი ღონისძიება. ნელა ჭყლეტვა არასდროს უნდა შეწყდეს და მეორე ყველა ოჯახს უნდა მიულოცოთ დღევანდელი დღე და ოჯახის სიწმინდის დღის ჩუქებისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და დღევანდელი დღეს სულ უნდა აღინიშნებოდეს ბევრი რამის სიმბოლოა განსაკუთრებით დამოუკიდებლობის და ოჯახის პატივისცემის. მე დავდგეთ ერთად და ყველას ულოცავ, სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს. ოჯახი ჩვენთვის განსაკუთრებულია, იდენტობაა ჩვენი ერის და მისი დაცვა აუცილებელია.